გამარჯობა. მარტო მე მოიძავს, არავის არ გაუყვიძია. ეხა გავაღვიძო, უნდა უკვე თორე ვეღარ მოვასწრებთ. შერა გაგიკეთო ამას ისინუის უნდა კარაქიანი გუშერა გინდა. ვერც შეგეწვა? არაფერ არც ნუტელა არ გინდა? არ შეჭამ, კაი ხო. ჩაიც ეხლა ისე გამოდი. ძალიან ძიმეთ იღვიძებენ ხოლმე, იმიტომ რომ გვიან წვებიან. შუაღამემდე უყურებენ ფილმებს და ერთს უნდა მარტო, იმას არ უყვარს დილის ჭამა. ჭამს აღარ ჩემს ამათ. ეხლა დაეწყო სკოლა ამათ. საეკლესიო გრაფიკსია და მეორე დღეა რაც სკოლაში მიდიან. გაველურებულები არიან ამ ერთ თვეში. ეს ახლა პურია? მასავით არის, რეზინასავით. ჩვეულებრივი დღეა, როცა სამარხო დღე არის. მაშინ ვარ შედარებით ისე რომ დილით სპეციალურად რაღაცა ისეთი ბულკი უნდა ჭამან, რომელიც სამარხო, მაშინ უნდებათ ჭამა სამარხო დღეს და ოთხშაბათს და პარასკევს და როცა ადვილია, მაშინ არ უნდა. ეს ხო მაგარითი დაგლეჯილი. ეს ერთი. ადექით ხო 8 საათია. სკოლაში მიდიხარ, მეტი არაფერს არ შვები თქვენ ადექით. იმას ადგომას არ გადაიღებს არავინ. ამიჯანყდნენ. გიორგი ჭანტურია, პატა დიდი ხნის სურათია. ეს არის საბა, სულ პატარა, 2 კვირის. მაშინ მეგონა უკვე დიდები რო იზრდებოდნენ და ეხა რო უყურებ. რა პატარები ყოფილან. ეს იმაში ყაზბეგში ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და იმათ მიყავდათ ხოლმე ყოველ ზაფხულში. გულიკინა ხომ გამისხდა ეს სურათი რო ჩამომიტანეს და ტყუები არიდო იმედი მაქვს. ეს სრულიად ისეთ მოულოდნელად ვიღაცა მაჩუქა, ოღონდ თვითონ მხატვარმა არა. ვიღაცამ არ მახსოვს და ეს ირაკლი ფარჯიანია. აქ ვარ, მე მგონი 16 წლის თუ 17-ის მეზობლები ვიყავით ჩვენ და მეგობრობდით და დიდი იყო ჩემზე ირაკლი ძალიან. ძალიან დაიღალნენ ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. იმიტომ რომ შესაძლოა ვერ გაიგეს ახლა ბავშვებმა ახალი წლის პერიოდს ხო დაემთხვა და აი ვითომ კიდებთ სათამაშოს და უნდა მისულიყვნენ ნაძვისხა და ჩამოეკიდათ სათამაშო და გაგიჟდნენ ბავშვები ხო თამაშის ის მოუწიათ რა და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე ბოლოს დამიღრიალეს რომ მე ჩვენ ინტერვიუს არავის აღარ მივცემთო ერთადერთი პატარას მოწონს მაინც. პატარა ერთობა ჟურნალისტებით. რაღაცა ლექსებს ეუბნება და მღერით და რა ვიცი. რა სისულელეებს აკეთებს. თავარი რიტუალი არის ხა იმ პატარის ადგომა, იმიტომ რომ იმას აქვს მთელი პროცედურა გასავლელი. ჯერ უნდა გადაბრუნდეს ერთ მხარეზე, ესე მთხოვს, მე მეორე მხარეზე. მერე ცოტა ხანი მომიწექი მეუბნება და მერე დგება. თუ ადგა ისიც. არაბი ჩამიგეთა, არ მინდა გადახეთო. აი ნახე მშრალია. ეს დიდი პარკი გინდა? ჩაიც ლეი. ეს ნუკა
პუშტოს უთხარი რომ მოვა, შემოვიდეს რა, ხო? აკა ეს კამერაზე აქვს რეაქცია, რომ დაიღამნენ და ძალიან არ უყვართ, მე თუ მიუყვები, ხანთ თან უნდათ რომ წავყვე სადმე, თან ნერვები ეშლებათ რომ მე მიყურებენ, მე რომ ყველა თითით ჩვენზე აჩვენებსო და მოკლედ არ მოწონთ, ხანდახან ერთობიან, მაგრამ უფრო მეტად არ მოწონთ. აი ახლა აი ამ ნაგლეჯებიდან რომელიმე რო გადავაგდო. ჩემი ტელეფონების მტერია ეს ასე. საბა შეხო გიყვარს ჟურნალისტები. საბა. სუჩხუბობს თუ ამასაც არ გამოართვეს ხოლმე ინტერვიუ მარტო ჩემთან თუ არის სუჩხუბობს. შე რამდენ ხანში უნდა ადგე? საბა. არ გეტყვი. წავალ ახლა მე ჩავიცმევ და მე ჩაგაცმევ შენ, ხო? ხელის ნასკი არ არის. გადმოხდი ამ ლოგინზე და აქეთ უნდა ჩაგაცვე. აქ ვერ ჩაგაცვე. მოდი ჯერ კბილები გამოიხეხე და მე ჩაგაცმევ ჩემს რა წათი. ეს პროცესი უყვარს ახლა ფურთხება. კარგი. საწადი ახლა შენ ვერ ჩაიცმევ თუ მე ჩაგაცვე. მე ვერ ჩავიცმევ. არ ვიცი. სწორი როგორ არის თუ როგორ არ არის. მოდი. აბა. შარზე ნუხადა ყოველ. უიმე. საბა შენ სად მიდიხარ ხმა? სკოლაში. ხო ეს ნუტელათი არა, ამას თავზე უნდა დავახურო. დარწმუნებული უნდა იყოს რომ ამაზე ნუტელა უსვიან. აჰა, თებს მოგცემ ხა და აქ დაჯექი წესიერად რა. წესიერად დაჯექი. მოდი აქ, მოდი. პატარა მანქანა წაიღე, მოდი. მანქანები არის. აბა რა გინდა? სათამაშოს რა წაიღოს ახშიანოს სკოლაში. ეხა ჩვენ კოდი გვაქვს, ისეთი კოდი დაადეს, რომ დაავიზდათ და ვეღარ ხსნით. თორე ეს ერკვევა, მოკლედ ჰაკერი გამოვა მე, ჰაკერი. ეხლა მივდივართ ახშიანოს სკოლაში. წამოსაბუნა. მე ხო პირჯვარი უნდა გადაიწერო და დაიჭირე მარცხენა ხელში. ხო, მა. ეგ არის მარჯვენა. ეგ არ დაგიცდას ვეხინ. Пока. Ага, пока. გავარჯობათ. ისა თქვენთან ხო არა გაქვთ შემთხვევით კანდელის ზაფი? გაქვთ, მომეცით რა. რამდენი უნდა მოგცეთ? ბატონო? აიღეთ არაფერი. აი, მადლობთ. იგი ახლა მოვედი სალონში, რომ რაღაცას დავემსგავსო, მე უნდა წავიდე სამსახურში და მაქვს პრესკონფერენცია მე. მე ვნახოთ.
ლუდასთან შეთანხმებული ვარ ლუდასთან. დილის 8 საათიდან მყავს შემოჩენილი საქმიდან. მე მოვითხოვ წილს. აბა, ეგრე ხო არ არის რეკლამას რო გიგენ. Придешь на работу когда-нибудь? Я сейчас еду причёсываю, осторожно, она, конечно, как маленькая. ეხა ჩემი ენის გაფუჭება იქნებოდა. Пресс-конференции. Да, я здесь. Ты рада, да? Ну, пока спасибо. В субботу я нагряну. Ну да, будем надеяться. Всё, пока. Ხავით გავილამაზეთ რამდენადაც რა თქმა უნდა შესაძლებელია. ეხლა მივდივარ პრეს-კონფერენციაზე, მაგრამ ძალიან ცუდ დროს დავიწვი ენაძლის ვლაპარაკობ. ნოე რომელი საათია? ხო ადრეა ჯერ. Ხოლმე სუპლია 10:00. ხო. აუცილებელია რომ ამან მითხრას ნერვებს მიშლის და სხვა მეტყვის რა ვინმე სხვა მეტყვის მიკროფონი გამარჯობათ, გაგაცნობთ ორ განცხადებას, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. პირველი განცხადება პრესკონფერენციის დამთავრებისთანავე პირდაპირ იქნება წაღებული პარლამენტში, პარლამენტის ბიუროზე. ეს განცხადება გახლავთ პარლამენტის ბიუროს სახელზე, საინიციატივო ჯგუფის განცხადება, ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი ჩვენი მოთხოვნა რაც არის გაუქმდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 თავის მე-100 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ ამ მუხლის გაუქმებას და მის ნაცვლად მეორე მოთხოვნა არის მის ნაცვლად მე-100 მუხლზე შემდეგი ფორმულირების დამატებას. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა სახელმწიფოს სამხედრო ბაზების განლაგება და სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანა და გადაადგილება. ვთხოვთ აღნიშნულ საკითხზე კონსტიტუციით გათვალისწინებულ 200,000 ხელმოწერის შეგროვებისთვის საპროცედურო კომიტეტმა დადგენილ ვადაში გადმოგცეს ხელმოწერების ბლანკის ნიმუში. დადგენილი ვადა არის 7 დღე. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემა გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნამდვილად არ მიგვაჩნია, რომ რომელიმე სახელმწიფოს ჯარის შემოყვანა ან გადაადგილება, თუნდაც განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შეერთებული შტატები, რუსეთი თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა ან რომელიმე სამხედრო პოლიტიკური ალიანსი ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პირიქით, ეს იქნება კიდევ ერთი ახალი ხელის შემშლელი თუ სამუდამო არა ფაქტორი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ამიტომ ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, უკვე საკონსტიტუციო ნორმის შესვლას გახლავთ ნეიტრალიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ ის ნაწილი, რომლითაც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების
პრობლემა უნდა გადაიჭრას. მეორე განცხადებას რაც შეეხება, ეს ეხება უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ მასაც მივმართავთ განცხადებით გახსნას ის ყუთები, საარჩევნო ყუთები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხებით მხოლოდ პლებისციტს, სადაც მისი მონაცემებით 222.943 ბიულეტენი არის გაბათილებული, ანუ გაფუჭებული, არასწორად შევსებული მათი მონაცემებით. მე თქვენ გეკითხებით აი ჟურნალისტებს და ნებისმიერ ადამიანს თქვენი საშუალებით. თუ ჩვენ გონია რომ ყველაზე მარტივ შეკითხვაზე რაც იყო ნატოს პლებისციტზე დასმული, ანუ გვინდა ნატოში გაწევრიანება თუ არა, 222.000 იდიოტი ცხოვრობს თურმე საქართველოში, რომელმაც კიც და არაც ერთდროულად შემოხაზა, მე ასეთი ცუდი წარმოდგენის ქართულ ხალხზე ნამდვილად არა ვარ და საქართველოს მოსახლეობაზე. სხვანაირად ეს ბიულეტენები ვერ გაფუჭდებოდა. ამიტომ ამ დალუქულ ყუთებში ჩვენი აზრით ან არ არის 222.000 რამდენია 953, ან პრაქტიკულად 223.000 თითქმის გაუქმებული, გაბათილებული ბიულეტენი, ან თუ არის ეს ბიულეტენები არის გაფუჭებული შეგნებულად, ანუ სადაც არა დაინახეს, იქ შემდეგ კიც შემოხაზეს და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ოპოზიციამ ხმა არ ამოიღო, იმიტომ რომ თქვენ იცით 7 კანდიდატის იმ 7 კანდიდატში ერთადერთი კანდიდატი რომელიც წინააღმდეგი იყო ნატოში და ნებისმიერ სხვა სამხედრო პოლიტიკურ მათ შორის დსთ-ში გაწევრიანების ვიყავი მე და აქედან გამოდის რომ ოპოზიცია ისევ ძველებურად ისე როგორც პოლიტპატიმრებზე აკეთებს ამას ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტებით სარგებლობდა და ამ გაყალბებაზე დახუჭა თვალი. ან ერთთან გვაქვს საქმე, ან მეორესთან. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გახსნის ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ყუთებს, ჩვენ უკვე ნამდვილად მივმართავთ სასამართლოს და ამ შემთხვევაში ნამდვილად შესაძლოა საერთაშორისო დონეზეც მოვითხოვოთ ეს. ისა სოსო, ეხლა თქვენ უნდა უკვე ჩაჯდეთ მუშტუს მანქანაში. ეხლა თქვენ უკვე ჟურნალისტებს ეხლა მიგვაქვს და თუ წამოყვებიან, წამოყვნენ რა. ესეც ასე. ესე იგი ერთი მავნებლური საქმიანობა უკვე დავასრულე. ქვეყნის მტრობა. ეხლა მაქვს შეხვედრა პატიმრის მამასთან. მოვა დღეს? მარა ეგ როდის მოვა კაცო? ეხლა კიდე რა მოხდა? სუბართან ხო იყო გელა და ძალიან უკმაყოფილო წამოვიდა. გელა. სუბარისგან. რა ამდენ ტომსო წაკითხვასო დრო ხო უნდაო და წელიწად ერთი წლის წინ არ იყო შიმშილობა რო ქონდა, ეგ წაკითხვა თუ გინდოდა. ვერც ბოდიშე ვერც მიაწვევით, იმიტომ რომ ეთქვის რომ მე ხომ უნდა წავიკითხო. ხო. ხო, მაგრამ რატო არ წაიკითხე ერთი წლის წინ, ხო? მაგის სეზონში რო არ ყოფილიყო შიმშილობა მესმის, ხო? ეხლა მოიტანეს რას ქვია შენ რო გთხოვ, მე მას ქონდა უფლება მაშინ აღება იმ ტომების, მეტი არავის არ ქონდა. ჩვენ ხო ვაწვდით მაგას პერიოდულად მასალებს. ეხლა რა ვიცი, სუბართან რაც შეიძლებოდა გავაკეთეთ, ყველაფერი მივაწოდეთ, შეხვედრა იყო. ახლა კიდე აქცია უნდა მოუწყო ესე კიდე და ზედმეტად არ იტკივებს თავს არავინ. აქ რა დაემართა ამას ვერაფრით ვერ ხვდები. ძალიან დიდი ფესვები აქვს და მაგის გამო არის ესე. ვაიმე, ჩემი სიკვდილი. ესენიც მიყვარს აი მწვანე, უყვავილო. და კაქტუსი, ჩემ ყველა საყვარელი ყვავილი არის კაქტუსი. ეთყობა მე ვგავარ ცოტა და ხასიათით ვემთხვევით ერთმანეთს. არ ვაჩერებ სახში მოწყვეტილ ყვავილებს. ვინც კარგად მიცნობს, არასოდეს თაიგული არ მოაქვს ჩემთვის საჩუქრა. არის ყველა მოსული? ყოველ დღის ბოლოს გვაქვს ჩვენ მას მით უმეტეს პრესკონფერენცია როცა და რაღაცა იგეგმება, გვაქვს ხოლმე აპარატის, თბილისის ბიუროს და ახალგაზრდულის ხელმძღვანელების შეხვედრა და იმასთან გეგმავთ რაღაცეებს.
ეს ყოველდღიური არის, აქ არაფერი განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ ხდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლა ხელმოწერების ორგანიზება უნდა დავგეგმოთ. ესე იგი, ეხლა რა ვშვებით? ჯერ თბილისით დავიწყოთ ამ ხელმოწერებზე. კომიტეტებში რა ვშვებით? და მერე რეგიონები რა. ესე ჩვენ რა დაგვჭირდება კიდე რომ დავიწყებთ ხელმოწერებს ყოველდღიურად უნდა შემოვიდეს ინფორმაცია რაოდენობაზე. მერე ესე იგი ნათია უკვე და პრეს-ცენტრი დაიწყებს მუშაობას დღის ბოლოს ყველა სააგენტოს გადაცემული ექნება ინფორმაცია, ანუ ყოველ დღე უნდა გადაიცეს ინფორმაცია რა რაოდენობა შემოდის ხელმოწერები. ყოველ დღე რომ დაიბომბება ეს სააგენტოები ამ ინფორმაციით, მეუც კვირის თავზე რომ დაგროვდება 50000, 100000. რის თავზე? კვირის თავზე. აბა ჰერაშვები. დღეს თქვენ კომპიუტერი არა გაქვთ, ცოტა ხანი აქ მოითავეთ თამაში და მერე მივდივარ. 13 ნოემბრი გაქვთ თქვენ? არც ისე. სადილზე რა ჭამე? სადილზე ჭამე ბორში. დაიწყო ჭამა, კაცო, გადავერიებდო, საერთოდ არაფერს არ ჭამდა. აჰა, ირაკლი. აი რა არის ახლა ეს არა? ირაკლი. მე ერთი დავინახავ თქვენი რომელიმეს ხელს დარტყმავს რა ამაზე. აი, გაიშო შენ კიდე გოგო ხო არა ხარ აგატირებს კაცი. რატო დაარტყი? აი მითხრა. თვითონ დამარტყმა. და იმან რატო დაგარტყა? მე რა ვიცი, იმიტომ რომ მე გუჯიქი. შენ ამხანა გიყავს წამოყვანილი, ამას არ ყავს, ლუკას არ ყავს. რომელი გირჩევნია ხა ამხანა თუ კომპიუტერი? უთამაშეთ. სხვას უნდა იჯდეს. წავალთ ხა, წავალთ თქვენ მაინც 13-ად გაქვთ ჯერ. საბა ადექ წავედი. კომპიუტერზე პაროლი აქვს სადაც. ხო და ირაკლი გააკეთებს ხო წავედი. დედა. ყველა უკანჯდებით ეხა ყველა. ბატონო სოსო კარგ გაბზანდებოდეთ. რა გათხოვო? ჩავსდეთ მანქანაში და გათხოვებ. არა, მანქანაში არ გაწყობს და დარჩი, ვინ გეხვეწება? მამა ის ტელეფონი. ჩავჯდეთ და მოგცემდეთ და წამო რა სისველებ ეხა ფეხებს კაცო ძალით წამო წაგიკითხე ბავშვებს შეათ თუ არა სხვებს კითხე ახუნა და ხუზე სხვებს კითხე შეათ თუ არა სხვებს მიდი კითხე ჯერფური როიზერვეთე მიდი კითხე ბავშვებს შეათ თუ არა თქო კაც ხართული გესმის შენ ცდილობ ხოლმე რომ წინა საღამოს გავაკეთო საჭმელი რომ აღარ მქონდეს მერე დღე ხა დღეს გვიან კიდე რაღაცას გავაკეთებ რომ ხა სამსახურიდან რომ მოვდივარ უბრალოდ ვაცხელებ ხოლმე ვერ ვასწრებ სხვანაირად და შეგერე ვათეთა და კიდევ ეს გერე ხო არა ეს კავ მაცალე რა დედა რა ერთი წამი ხო მიდი საბა შენ გინდა ჰოთ-დოგი? არა და შენ დამისვენით ეს რა პატივია ესე იგი საბა რა პატივია რომ მოგატყუე არა ნუტელას აქ ვერ გაჭმევ რა აქ არ მოგიტან აქ ვერ შეჭამ დასვრი აქ მე თვითონ მერე ხო და ეხლა დაანებე თავი
მომიტანე რა. ჰა? აი მე. აი ეგ დროს მე უცებ დამირეკავენ ხოლმე საღამოს უკვე 7-8-ზე. ესენი რო კარგად მოირბენენ ყველაფერზე და მეუბნებიან რომ ღამე უნდა ჩაგწეროთ დილის პროგრამისთვის და ვატყუებს უნდა აქ არა ვარ ქალაქგარი იქ მოვალთ ქალაქგარი. მარტო ერთ დღეს თამაშია. კარგი რა დედა რა, კარგი დავიღალე რა, ეხლა ეს მეორე ინტერნეტიც უნდა შემოვიყვანო, ეხლა მეორე ხაზი. რო ერთი კონდეს, მეორეს მეორე და მე მესამე დამჭირდება ალბათ კიდე. მოდით, მზად არის, წამოდით. ჯერ ტელეფონი მოთხოვ. შენ ნუ ხარ ვაჭარი, გაიგე? შენ ახარ ვაჭარი. ნუთელა ეხა დედა ეხა რასაც შეჭამ იმის მეც დღეს მე მაგას აღარ გაჭმევ. იმიტომ რომ ეგ არის შოკოლადე. всё, ეგ ბოლოკოვზია, მიდი. ბამ. არავის არ უნდა შენ ქეციანი ნუთელა. საბა დასვრი ეხა რაღაცა შეჭამე. დადეკოვს თავის ადგილზე. და დაემშვიდობე დღეს ეხა უთხარი ნუთელას ნახვამდის. ტელეფონს მერე გათხოვებ, ჯერ მეთამაშე რამე. ოფ. აი კაი ბიჭი ხარ. ერთადერთი ირაკლი მიცის რომ თავის თეფშიანა მიდის ხოლმე. თუ დავაჯახებთ ერთმანეთს. ავარია. აბა შენ. აი ეხა მოდი იცი რა უქნად საწავი და. აბა. მაგრამ ვერ არც ერთი არ ამოტრიალდა გადარჩნენ. ეხლა всё ეს მანქანა ჩემია, უკვე მე ამას უშვებ. მოვა შენთან და მე შენ გამოვიშვ. შენ ხوار გუნია დიდხანს გეთამაშები. ჯუაზე არა ვარ. მოიტანე მაგანა მოიტანე. გაუგიში. შენთან როცა მოვა ეს ლურჯი მანქანა, ის შენ გამოვაგორდა. ეს აი და მე ჩვენ დღეს წითელ ქუდა გვაქვს წასაკითხი და ფიფქია გასამეორებელი. თუ გახსოვს. აი ამან ვარშლი აიგო და ჩაკბი ჩავარშლი და მე ის დავარდა. ვარშლი ვინ მისა? აი ზედი ბუჟა. გეტყვის ეს. ამან მეწერე. და ვინ აკოცა ვინ მე მოწამლული მას ფიფქიას რა გითხარი? ამან. ვინ ამანა მაჩვენე? ხო და რა ქვია მაგას უფლის წუ ლ ეხლა რომ გამოგიგანებ ეხლა აბა დათვალე 1 2 3 4 5 6 7 ასე ხალისი ჯერ არ შეხვედრია დაძილებას ხამე მშვიდობისა თუ ვერაფერი ვერ გაწყენინეს დღეს ბოდის გიხდით და ეს არის ჩემი რაღაც ერთი ჩვეულებრივი დღე არაფრით გამორჩეული არაჩვეულებრივებს არ გამოგაბარებთ და გეტყვით აბა კარგად